სალამით ბრძოლ მოგესალმებით როგორც იცით ჩემი მთავარი მოვალეობა აგრო მეურნეობა ქვეყანას დავეხმარო აგრო საკითხების შესწავლაში საწამლი აპარატი ვინცაც ფოტოებში გაქვთ ნახი ეს არის რეალური მართლა არსებობს ვიღაცები მეუბნებიან რომ არ არსებობს ეგეთი რაღაცა რომ თავისი შეწამოსო შენ ბავშვობაში იყო ხომ ესე ამოიღებდი დიდი შპრიცი იყო აი ეს ამოიღებდი და ასხავდი მართლა ამოიღებდი გაასხავდი იმის მერე შეიცვალა დრო თუ ასეთ აძინ საუკუნოვანა ეტა ლუქს გარდენი ეს არის ყველაზე ბიუჯეტური ვერსია ამის ქვევით არის უკვე მექანიკური ეს არის 95 ლარიანი შესაწამლი აპარატი რომელსაც მოყვება სატენი პარკი ულამაზესი carbon fiber არის 16 ლიტრიანი მოცულობა არის 16 ლიტრი პომპა 2x პომპა გაძლიერებული პომპა უყენია რომელსაც შეუძლია 4 ლიტრის წყალი საკაჩავება ერთი დატენით 4ჯერ გავსებულ 16 litrს დაცლის ანუ შეგიძლიათ რომ მთელი ბაღი გადაწამოთ არის ფუტაზის მაჩვენებელი აქ არის პატარა კაბელი დენისა რომელსაც შეერთებთ და შიგნით ჩადებულ ბატარეას დატენის ბატარეა არის შიგნით მოთავსებული თქვენით რო აღარ აწვალოთ და ამოიღოთ და ცალკე უბრალოდ მიგაქვს შეერთებთ დაიტენება გეგონათ რომ აქ არაფერი მოყვებოდა კიდე პლასტმასი ფილტრი საქშენი მოწყობილობა და გადამყვანი მილები 12 ვოლტიანი ბატარეა აქვს რომელიც 8 მილიამპერია და პომპას იდეალურად ყოფნის ჩართვა გამორთვის ღილაკი მუწაობს ეს არის სარეგულო პომპის გაფრქვევის სისწრაფეა ეს რა რამდენი ლიტრი გაისროლოს პომპამ და რა სიმძლავრით გაასხას ნუ ამას უკვე რო ჩავასხავთ ეგრეთ წოდებულ შაბიამას ეს არის რომელსა next კომპანია იდაიკობრე რომელიც არის ძველი შაბიამანი რო იყო ეს შეცვალეს ეს ლამაზ კილაში ჩამოასხეს და ეს არის ბიო ნიშნავს რომ შაბიამის შესხმიდან ბავშვობაში ხილს არ გვაჭმევდნენ ხოლმე ალბათ 1-2 კვირა შესხმიდან 24 საათში უნებელი ხდება იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან და ნუ რეკომენდირებული არ არის რომ ეს დალიოთ ეს არ უნდა დალიოთ მაგრამ შეწამულზე 24 საათში შეგიძლიათ რომ ხილი მიირთოთ ისე რომ ინტოქსიკაცია არ გექნებათ იმიტომ ეს არის ბიო ასევე არის მეორე იგივე როვენსა ნექსტის ბროტა ვერდი ალუმინის ლიგნოსულფონატი არის ანუ ალუმინი არ ნიშნავს რომ ამ მეტალში უნდა გამოიყენოთ ეს არის ფოთლის ბიოლოგიური სასუქი რომელიც მცენარეს ეხმარება განვითარებაში როგორც ჩვენ გვჭირდება სწავლა განათლება რომ განვითარდეს მცენარეს ჭირდება ბიოსასუქი და განვითარება რაც შეეხება გაზავების დოზებს ეხლა რა ძალიან მარტი ინსტალაცია ხდება ძალიან მარტივად ეს არის საქშენი რომელსაც თავზე უკეთდება ეგი სახრახნისი კარგად გადაუჭერთ უარ გაასხას და ასევე თავი გრძელდება ამასაც კარგად გადაუჭერთ ესე არ გაასხათ იმიტომ რომ ბევრს დახარჯავს აქ გვაქვს თავები ბოდიში სანამ გადაუჭერთ პატარა რაღაც შემეშალა ეს ადამიანი ვარ ხო ხდები აქ დავინახე ეს ყველა ვარიანტში გააპარებდა და გაასხავდა მწვანე რეზინის ისინია ქვეშაგები რომელიც შეამცირებს გაჟონვის რისკებს რომ ხელზე არ დაგექცეთ და ზედარ გადაგექცეთ იმიტომ რომ შეიძლება ამაში შხამი ჩაასხას ისეთი რომელიც არის რთული მოსაშორებელი და თავები ეს რა არის ეს არის სამიანი გამქშენი ორიანი გამქშენი ერთიანი 4 გამქშენი ერთიანი 1 გამქშენი და ეს არის გადასაბმელ გამქშენი ამ ეტაპზე დავაყენებ ლურს იმიტომ რომ ძალიან მომწონს და მგონია რომ ძალიან კარგად გაასხავს და სრულად დაფარავს მცენარის ზედა წირს ერთიანობაში გაასწორებთ ესე ეგ არის აქ ეხლა წყალი უნდა ჩავასხათ მოკლედ 10 ლიტრ წყალში დაახლოებით 15 ანუ ლიტრზე უნდა 3 გრამი ეს არის 5 გრამიანი შპრიცი თუ ხო 5 გრამიანი შპრიცი ჩავასხით 5 გრამი 5 ლიტრის წყალზე ვასხავთ 15 გრამს ესეც 3 ვაფარებთ ბავშვები მოარიდეთ აუცილებლად და შემდეგს ვამატებთ ბროტა ვერდი ეს არის სასუქი ჩერეს ფოთლები
ესეც იგივე რაოდენობით 1 თუ მცენარე ძალიან სულად არის, ხარზე იწვენთ, იღებთ და პირში ნელ-ნელა ასხავთ. არ წერთ და უკან აბრუნებთ. ეს არის ყველაზე ისეთი მეთოდი, რომლითაც ეხლა ეს უნდა მოურიოთ. მოიცა, არა, ჯერ ეს უნდა დავაფარო. Contrast verde. ამას ურევთ, ვიღაცები ურევენ ჯოხით. მაგრამ ამას ეს ფუნქციაც აქვს რა. უკეთებთ ფილტრს, რომ მაინც რამე ხის ტოტები და ასე შემდეგ არ ჩავარდეს, რომ პომპაში არ გაიჭედოს და ვასხავთ. კარგია, ვაფარებთ. ვრთავთ. ფიუარი, ნუ გეშინია. გაჩერებულია, როგორც კი ხელს მოუჭერთ ჩამთვლელს, ეგრევე იწყებს გახსნას. თავის ჩამკეტი აქვს, შეგიძლიათ აქ ჩაიკეტოს და всё. კარგად ვალბობთ. ნახე, უკვე 2 სანტიმეტრით მაინც გაიზარდა მინიმუმ, რაც შესხმა დავიწყე. ეხლა უცებ ვაკეთებთ, იდეაში ეს უნდა შეგიძლიათ ჩამოიკვიდოთ ბეჭებზე და მეორე ხელით ნაყინი ჭამოთ. პრობლემა არ არის. ესენი ახლა იწამლება, კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ კობრე და ბრუტავერტით ერთი იდეაში შაბიამის მსგავსია და იცავს სოკოს გაჩენისგან და მეორე არის იდეაში ფოთლოვანი გზით კვებარი მცენარისთვის სასუქს ხო უკრიან ხოლმე, მაგრამ ეს შეგიძლიათ რომ ჩერეზ ფოთოლი სოკო არ გაუჩნდეს და ფეხსაც მიისხათ რომ სოკო არ გაგიჩნდეთ.